კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამო მშვიდობისა, სანამ მე ძირითად თემაზე გადავალ, მინდა სამძიმარე გამოუცხადო გუშინ ტრაიკულად გარდაცვლილი მოზარდის ოთო ბეგალიშვილის ოჯახს. მე არ დავიწყებ სპეკულაციებს, ეს რამდენად იყო დაკავშირებული ოცნების კანდიდატის გამართულ კონცერტთან. ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას გულისხმობ თქვენ. დიახ, ფონიჭალაში, მაგრამ მე ერთს ვიტყვი, დროულად რო შეეწყვიტათ ის კონცერტი და მიეხედათ მოზარდისათვის, რომელიც სისხლისგან დაიცალა, შეიძლება ერთი სიცოცხლე ახალგაზრდის მოზარდის სიცოცხლე გვეხსნა და საერთოდ მორალური პასუხისმგებლობა ოდნავ მაინც თუ გრძნობს იქაური კანდიდატი ოცნების, მას უნდა მოეხსნა თავისი კანდიდატურა, მაგრამ მათთვის საპარლამენტო მანდატი ძალაუფლება ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის მორალზეც და მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლეზეც. ეხლა რაც შეეხება მცხეთას და მცხეთელებს, მცხეთა მოგეხსენებათ არა მხოლოდ საქართველოს სინამდვილეში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც წარმოადგენს ისტორიულ, კულტურულ, ცივილიზაციის აკვანს. ამიტომაც არის ის წოდებული ახალ ათინად და მეორე იერუსალიმად და ამ წმინდა ქალაქს დღეს დაპატრონებული არის უწმინდურები, გასული და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობ, ამ ხელისუფლებებს გულისხმობ, ბუნებრივია ჩოჩელს და ბატონ ხუნდაძეს, რომლებსაც გამოსაჩენი პირიც არ აქვთ. პოლიტიკა არის საჯარო საქმიანობა და ისინი ვალდებულნი არიან ანგარიში ჩააბარონ მოსახლეობას, ისინი ვალდებულნი არიან გამოვიდნენ დებატებში, დასყდნენ ოპონენტებთან, დაამტკიცონ თუ აქვთ სიმართლე და თუ ასეთი გააჩნიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც არ გააჩნიათ და მათი საქმიანობა დანაშაულებრივი გზა არის ან უპასუხისმგებლობა, უმოქმედობა, უნიათობა, ბუნებრივია გამოსაჩენი პირი არ გააჩნიათ. მე მინდა გითხრათ შემდეგი რაღაც, ქალბატონო, მაგათ ძალიან საინტერესო. ოცნებას მართლ პარტიას ორი კანდიდატი ყავს წარდგენილი მცხეთაში. პირველი ეს არის დიმიტრი ხუნდაძე ფორმალურად და მეორე რეალური კანდიდატი ეს არის ჩოჩელი. ბანდიტი, კრიმინალი ჩოჩელი. და გეტყვით რატომაც. 2013 წლის სექტემბერში ჩოჩელზე პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე კოდექსის 327 და 194 მუხლებით, რაც ითვალისწინებს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ქონების მითვისებას, არალეგალური სამეწარმეო საქმიანობას და რაც თავარია შემოსავლების უკანონო ლეგალიზებას, რაც ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე ციხეს. მან უზარმაზარი მილიონობით ზარალი მიაყენა სახელმწიფოს და რაც თავარია თავის დროზე ის მონაწილეობდა ქართულ ბანკის ასე ვთქვათ გაკოტრებაში. და მოგეხსენებათ მას ყველაფერს აპატიებდა ივანიშვილი, მაგრამ ამას ნამდვილად არ აპატიებდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ 2013 წლის ოქტომბერში ბატონ ცეზარ ჩოჩელმა თანაინვესტირების ფონდში შეიტანა 100 მილიონი, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა სხვა თანხებთან ერთად 6 მილიარდი შეაგროვათ მოკრიფა ესე ქურდული წილი მეწარმეებისაგან და გადაიტანა ოფშორულ ზონებში. ამის შემდეგ ეს საქმე შემოდებულია პროკურატურის თაროზე და დიდი ასე ვთქვათ მტვერი ადევს. ცეზარ ჩოჩელი, რომელიც დამნაშავეა არჩევნების გაყალბებაში, დამნაშავეა ქონების მითვისებაში, სახელმწიფო ქონების გაფლავ და გაყიდვაში. ბატონ გიორგი, მე მესმის რომ თქვენ საუბრობთ ცეზარ ჩოჩელზე, რომელიც ახლა არ არის ჩვენთან ერთად და ბატონი დიმიტრი, ამიტომ თქვენი დანაშაულიათ არამხოლოდ მცხეთელების წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე და ის დღეს კანდიდატი კი არ უნდა იყოს, ის უნდა იჯდეს მატროსოვზე, ციხეში უნდა იჯდეს და ეს ფარული გარიგება რომ არა ბატონ ივანიშვილთან ის დღეს კანდიდატი კი არ იქნება და რისთვის ჭირდება იცით პარლამენტარობა მას.
პარლამენტარობა ჭირდება რომ იმუნიტეტი შეიძინოს და ისევ გააგრძელოს ის ბანდიტური საქმიანობა რომელსაც ის გასული წლების მანძილზე წინა რეჟიმის დროს ახორციელებდა რომელიც თანამშრომლობდა ოკუპანტებთან თანამშრომლობდა ის და 2008 წელს იცით რა გააკეთა ახალგორში ნაცვლად იმისა მოსახლეობა გასაგებია ბატონო გიორგი მოგცემ საშუალებას რომ გააგრძელოთ საუბარი მე არ მაქვს უფლება რომ არ შევთავაზო ამ კანდიდატებს კიდევ ერთხელ ბატონო გიორგი უნდა მაცალოთ გადაცემის საყვანა მე გთხოვთ აუცილებლად მოგცემთ საშუალებას რომ გააგრძელოთ თქვენი აზრი უბრალოდ რადგან ჩვენ საუბრობთ იმ კანდიდატებზე რომლებიც არ არიან ახლა ჩვენთან ერთად მათ არ აქვთ პასუხის გაცემის საშუალება ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ მათ შევთავაზო ბატონ დიმიტრი ხუნდაძესაც ცეზარ ჩოჩელსაც მათ შორის თქვენთან ერთად დებატებში მონაწილეობა მიიღონ მათ და მობრძანდნენ სტუდიაში თუნდაც სტუდიის გარეთ შეგვიძლია ჩვენ რომ მათ გაუგზავნოთ ჩართვა და მოგზავნდნენ და მიიღონ მონაწილეობა. თქვენ ამბობთ რომ მე მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერი ტელევიზიით გამოვიწვიო ეს ორი, ერთი უსაქმური, უნიათო ფასადად იყენებენ აი სამარცხვინო როლი მიანიჭეს რომ ფასადად წარადგინეს იქ სინამდვილეში ოცნება ივანიშვილი მხარს უჭერს ჩოჩელს და მე მათ დაუმტკიცებ ყველა იმ დანაშაულს რომელზეც მაქვს მე საუბარი ჩოჩელთან მიმართებაში და ხუნდაძეს დაუმტკიცებ რომ ის არის არაფრის მაქნისი უნიათო და მცხეთაში საკეიფოდ ჩადის მხოლოდ ბატონო გიორგი თქვენ ახლა ქართული ოცნების კანდიდატებად მოიხსენიეთ ორი ადამიანი მაჟორიტარობის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი და დიმიტრი ხუნდაძე ოფიციალურად ოცნების კანდიდატია ნამდვილად რას გული თქვენ მას უსაქმური უწოდეთ და სხვადასხვა ეპითეტებით შეამგეთ რას გულისხმობთ თამაში ანუ 4 წლის განმავლობაში მცხეთაში არაფერი არ გაკეთებულა არაფერი არ შეცვლილა ხალხის მდგომარეობა უკეთესობისგან არ შეიცვალა აი აღარ უნდა ენდოს მათ ამომრჩეველი და თქვენ რატო უნდა გენდოთ თუნდაც აი რას გვეტყვით ამაზე რა შეიცვალა მცხეთაში კომიტეტის თავმჯდომარე იყო ბატონი ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ვერ მიიღო ეხლა აცხადებს ოცნება თავის პროგრამაში რომ ისინი აპირებენ თურმე ძირითადი მნიშვნელოვანი მედიკამენტებზე ყოველდღიური მოხმარების და საცოცხლო მნიშვნელოვანი მედიკამენტებზე თურმე დაბალი ზღვრული ფასის დაწესებას რაც არის ბლეფი სწორედ ხუნდაძის მიღებული და ხელშეწყობილი კანონებით ოლიგოპოლიურია ეს ბაზარი ანუ სახელმწიფო მაფიას აქვს ხელს ჩაგდებული როგორიცაა ივანიშვილი როგორიცაა ოქრიაშვილი და ისინი აწესებენ სწორედ ფასებს აი მამასისხლად რო იყიდება დღეს მედიკამენტები და 2012 წლის შემდეგ იცით თუ არა თქვენ რომ 350%-ით გაიზარდა მედიკამენტებზე ფასი სწორედ ხუნდაძის მისნაირი უნიათოების გამოა რომ შემოიყვანეს ჰუმანიტი ჯორჯია ეს არის ივანიშვილის და მისი ბიზნეს პარტნიორის მაშკევიჩის ერთობლივი კომპანია ფონდისგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი მისცეს მას და მთლიანად მონოპოლიზირება მოახდინეს ამ სფეროსი. აი მითხარით ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც წაადგებოდა ან მცხეთელებს, ან საქართველოს მასშტაბით. ბუნებრივია, არანაირი გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებული არ არის. მცხეთაში არის ტოტალური უმუშევრობა, ბანკების ვალებში იხრჩობა მოსახლეობა. გაყიდულია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის მიწები, ეს მიწების გაყიდვაში თავისთავად დანაშაული უპირველეს ყოვლისა მიუძღვის ბატონ ჩოჩელს, აი ბანდიტს, ჯაკო ჩოჩელს, თანამედროვე ჯაკოა ის და როერევა ავტორები ბატონ ივანიშვილს, აი ჯავახიშვილის ჯაკო კარგად წაიკითხოს და ჩოჩელს და საკუთარ თავს ამოიცნობს აუცილებლად. კარგი. ანუ დაკარგულია პერსპექტივა ნახევარი მცხეთა როგორც დაანჩენი საქართველოს გადახვეწილია ან უცხოეთში ლუკმაპურის საშოვნელად ან ჩამოსულია თბილისში. კარგი ბატონო გიორგი დიდი მადლობა ბატონ კონსტანტინესაც მინდა საშუალება მივცეთ რომ ისაუბროს ბატონ კონსტანტინესაც მინდა მივცეთ საშუალება ისაუბროს დიდი მადლობა ბატონო გიორგი რა არის მთავარი პრიორიტეტები მცხეთის რაიონში რას პირდებით თქვენ ხალხს რას გააკეთებთ პირველ რიგში და აი ბატონი კონსტანტინე ამბობს რომ თანხები არავის არ ეყოფაო, ვინც არ უნდა გაიმარჯვესო და თქვენ როგორ აპირებთ რომ იყოფინოთ თანხები აი ამ პრობლემების გადასაჭრელად? რა პრობლემებია ჯერ ის გითხარით?
ბატონ კონსტანტინეს როგორც ჩანს გამოუცდილებლად მოსდის ეს მან განაცხადა რომ არის ბიზნესმენი და მე წარმატებას უსურვებ ბიზნესში მას ბანკირი ვარო ასე თქვა წარმატებული იყოს შექმნას მეტი სამუშაო ადგილი მაგრამ უნდა ვიცოდეთ და უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა და ბიზნესი ბიზნესმენს არის საქმეა პოლიტიკაში არაფერი ისევე როგორც მეპურემ უნდა გამოაცხოს პური ექიმა უნდა იექიმოს მუშაკმა უნდა იმუშაკოს და ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და მაშინ წარმატებული ქვეყანა გვექნება მაჟორიტარის ბიუჯეტს არ წარმოადგენს თვითმმართველობის ბიუჯეტი ეს კარგად უნდა მოეხსენებოდეს ყველას მაგრამ ალბათ ამასაც გაიგებს ცხოვრება წინა და ბევრი სწავლა შეიძლება ეს არის რაც თქვენ პრობლემები ჩამოთვალეთ ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტი პრობლემები საქართველოს პარლამენტის წევრი ის პროპორციული წესით იქნება თუ მაჟორიტარული წესით წარმოადგენს საქართველოს მთლიანად ის მონაწილეობას ღებულობს კანონმდებლობის მიღებაში რა თქმა უნდა აქცენტები შეიძლება გაკეთებული იქნას პატრონაჟი ასე ვთქვათ იმ რეგიონზე საიდანაც ის არჩეული იქნა და ბუნებრივია ესეც უნდა გაკეთდეს მაგრამ არიქა იქ ნატურას გავაკეთებ აი გზას გავიყვან იქ წყალსადენს გავარემონტებ აქ ფასად შეგიღებავთ როდესაც ამას მაჟორიტარი პირდება მოსახლეს ადგილობრივ მოქალაქეს ამომრჩეველს ის უცხოდ ატყუებს მას აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გავმიჯნოთ საპარლამენტო საქმიანობა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები რა არის მცხეთას აწუხებს ბუნებრივია წყალმომარაგება ეს იმის გამო ხდება რომ გასული და ეხლანდელი ხელისუფლება მის თანხები რომელიც გამოყოფილია წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის შეჭამეს წაიღეს სახში მასშტაბურ კორუფციას აქვს ადგილი ბუნებრივია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ადგილობრივმა ვირთხებმა, ჩინოვნიკებმა, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ადგილებზე, რომ ეს ასე ვთქვათ კორუფციული სქემები ამ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა მათმა ნათესავებმა და ეს თანხები საბიუჯეტო სახსრები რომელიც უნდა ხმარდებოდეს საცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების მოგვარებას წაიღონ სახში და ეს სქემები ტრიალებს მთელ საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტში მათ შორის მცხეთაში ასევე მცხეთას კიდევ ერთხელ ვაცხადება აწუხებს ის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომელიც აწუხებს მთელ საქართველოს. ეს არის ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბანდიტური სქემები. საცეცები, რომლებიც ყველა ოჯახსაა მოდებული და პრაქტიკულად საქართველოში ოჯახი არ არსებობს, რომ მათი კაბალის ქვეშ არ იყოს. მცხეთელებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას აწუხებს ტოტალური უმუშევრობა და ესეც შედეგია იმისა, რომ ქვეყანაში დამყარებული არის ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომელიც მთავარი მამოძრავებელი ძალა, მოტორია ეკონომიკის განვითარების, ჩვენაირი პატარა ქვეყანა კი არა, მეგა ტრანსნაციონალური კომპანიების სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატები და 70% ეკონომიკისა ამერიკის შეერთებული შტატების მეგა ქვეყანაა, ხო? მოდის მცირე და საშუალო ბიზნესზე. ამის განვითარებას ბუნებრივია ჩოჩელისნაირი ბანდიტები, ივანიშვილისნაირი მაფიოზები და სხვები არ მიცემენ ამის საშუალებას და ბუნებრივია ვერ განვითარდება. მცხეთელებს აწუხებთ ის მცირე შემოსავლები, რომელიც მათ გააჩნიათ იმ საკარმიდამოებიდან, რომელიც მათ აქვს და სოფლის მეურნეობაზე ხელშეწყობა არ არსებობს. ეს არის თვალთმაქცური ქმედებები, რასაც ხელისუფლება აკეთებს. აი, როდესაც ლეიბორისტული პარტია მოვა, მაპატიეთ ერთი. კარგი, დაასრულეთ ფრაზა და შემდეგ კითხვაზეც მინდა გადავიდე. გლეხს მისცემს იმის საშუალებას გამოუყოფს უპროცენტო კრედიტებს თუ გაერთიანდებიან კოოპერატივებში შესაძლებლობა ექნება სახელმწიფომ გრძელვადიანი აი 50 წლიანი განმავლობით მცირე საწარმოები ქარხნები უყიდოს გადასცეს მათ ასევე შეიქმნება ჩაბარების სახელმწიფო პუნქტები მათ მოწეულ პროდუქციას ჩაიბარებს და თავად იქნება პასუხისმგებელი მის გასაღებაზე და გარანტირებულად ექნება გლეხს ამის საშუალება რომ მიიღოს მან საბაზრო ფასში გაყიდოს მის მიერ მოწეული პროდუქცია როდესაც ჯანდაცვის პრობლემა აქვს იმას რა ქვია მცხეთელებს და მთელ საქართველოს და ამას მოაგვარებს ლეიბორისტული პარტია აწუხებთ მათ მაღალი ტარიფები ბანდიტური ტარიფები ეს ტარიფები განახევდება ანუ ჩვენ შევეცდებით რომ ოლიგარქიული მმართველობა დავამსხვრიოთ და საშუალება მივცეთ მოსახლეობას რომ განვითარდნენ
და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მივცეთ, ანუ მდიდარი იყოს გაკონტროლებული და ღარიბი იყოს დაცული ყოველმხრივ. გასაგებია, ბატონო გიორგი, მე მინდოდა კონკრეტულად იუსტიციის სახლთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებით მეკითხა რამე, მაგრამ თქვენ ისეთ თემაზე გადახვედით, რომ მინდა სხვა შეკითხვა დაგისვათ, ხელისუფლება აღიარებს, რომ სოციალურ დაუცველთა პროგრამაში არის ხარვეზები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა ალბათ, რადგან სოციალური პრობლემები აწუხებს მთელ საქართველოს, მათ შორის მცხეთის რაიონსაც. თქვენი არჩევის შემთხვევაში, ბატონო კონსტანტინე, ბატონო გიორგი, ორივე თქვენგანს ვეკითხები, რას გააკეთებთ, რომ ეს გამოსწორდეს, რომ ეს ხარვეზები აღარ იყოს და მცხეთაში ზოგადად რა მდგომარეობა ამ კუთხით თქვენ თუ იცით, თუ ხვდებით თქვენს რაიონში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და პირადად მათგან თუ იცით ეს პრობლემები. ბატონო გიორგი, თქვენ მინდა კითხოთ, დევნილებს თუ ხვდებით და რა არის მათი პრობლემები ყველაზე მთავარი? დიახ, მე ხმის ხარვეზი იყო და რეპლიკა ვერ გავიგე ბატონი კონსტანტინესი, მე გიპასუხებ სხვა საკითხებზე, სანამ დევნილებთან მიმართებაში გადავიდოდეთ, მე მინდა ერთი მნიშვნელოვანი, ეს მცხეთელებსაც ეხება და დანარჩენ საქართველოსაც ეხება, პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მნიშვნელოვანი ვალდებულებითი პროგრამა განაცხადა დღეს, თეზისებად წარმოადგინა და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ მოგეხსენებათ სახელმწიფოებრივ ხერხემალს წარმოადგენს პედაგოგები, ჯარისკაცები, პოლიციელები და ექიმები. ჩვენი პროგრამის არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ამ ადამიანებზე სახელმწიფო გაიცემა მათ ექნებათ შესაძლებლობა უпроსწორად აიღონ უპროცენტო სესხი. უпроსწორად სახელმწიფო დაფარავს იმ პროცენტებს სესხისა, რომელსაც ეს მოქალაქეები აიღებენ. დღეს ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა პერმანენტულად მოახდინოს მათთვის, ასე ვთქვათ, ერთბაშად მოახდინოს ხელფასის გაზრდა, საბოლოო ჯამში ბუნებრივია უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად. მე ვფიქრობ, რომ პედაგოგის ხელფასი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს მოსამართლის ხელფასს, ასევე უნდა აღდგეს პრემიების, ასე ვთქვათ, სისტემა იგივე ჯარისკაცებთან მიმართებაში, პოლიციელებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ექიმის საქმიანობა დღეს დაუფასებელია და ის ვერ იღებს ანაზღაურებას იმ მაფიოზური სადაზღვეო კომპანიების გამო, რომელთა ჯიბეში მიდის ძირითადი მოგება და ექიმებს და საერთოდ სამედიცინო პერსონალს კაპიკებს აძლევენ და ჩვენ ამას აუცილებლად პირველი რიგის საკითხი იქნება პარლამენტში გამარჯვების შემდეგ მივიღეთ საკანონმდებლო ნორმებს და თუ ოლიგარქებს უფარავს სასესხო ვალდებულებებს სახელმწიფო რატო არ უნდა დაუფაროს მასწავლებელს, რომელიც ჩვენი შვილების სულის მოქანდაკეა, ან პოლიციას, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების სამსახურში დგას დღე და ღამ, ან ჯარისკაცს, რომელიც იცავს ქვეყნის ტერიტორიას, ჩვენს უსაფრთხოებას, ასევე ექიმებს, რომელსაც აბარია ჩვენი და საზოგადოების სიცოცხლე. ამიტომ ეს იქნება პრიორიტეტული. ეხლა რაც შეეხება დევნილებს, გაუსაძლის მდგომარეობაშია. ჯერ მინდა მოგახსენოთ, რომ აი ბანდიტმა ჩოჩელმა თავის დროზე, როდესაც ეს ცნობილი ტრაგედია ომი მოხდა, იმის შემდგომ, როდესაც სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაესახლებიათ ეს მოქალაქეები, წინასწარ კაპიკებში ხელში ჩაიგდო წეროვანის ტერიტორია და შემდეგ რამდენიმე ასეულ მილიონად მიყიდა სახელმწიფოს. ის არის დაჭაობებული ადგილი. ის ადგილი და სამწუხაროდ მოქალაქეებს, იქ დასახლებულებს, ჩვენ თანატომელებს, რომლებმაც ომი იქ გამოიარეს და აქაც ომში, აქაც დევნილობაში უწევთ ყოფნა იმ უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ სოციალური მდგომარეობის გამო, რომელშიც ისინი ჩავარდნილები არიან. აი გასულ არჩევნებზე დიმიტრი ხუნდაძემ ურცხვად ჩავიდა დაპირდა, რომ სახელმწიფო გადაიხდის თქვენ კომუნალურ გადასახადებს და როდესაც დამთავრდა არჩევნები, მეორე დღესვე ჩაიჭრეს დაიწყეს ჩაჭრა გაზმომარაგებისა, ელექტრომომარაგებისა და თქვენ გახსოვთ ადგილზეც აქაც უამრავი აქცია, ბრიფინგი ჩავატარეთ, რომ აღედგინათ ამ გაჭირვებული დევნილი მოქალაქეებისათვის კომუნალური გადასახადის გადაუხდელობის გამო შეწყვეტილი ელექტროენერგია და გაზი.
ბუნებრივია მათ ტანჯავთ უმუშევრობა, მათ ტანჯავთ უკიდურესი სიღარიბე და მათ ტანჯავს უგულობა და უსულობა რა დამოკიდებულებას დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. შეძლებთ ამ ყველაფრის გამოსწორებას, ბატონო გიორგი, ამის კითხვა მინდა და ორივე თქვენგანისთვის. ამ პრობლემებს მოერევით თუ არა გამარჯვების შემთხვევაში? ძალიან მოკლედ ერთი ზიადადებით მითხარით და დავასრულოთ. აი მოკლედ გეტყვით. ჩვენ თუ შევძელით იმ ბანდიტური, ოლიგარქიული, მაფიოზური მმართველობის დამარცხება, რომელიც დღეს საქართველოშია გაბატონებული, აი ადგილობრივი ოლიგარქია, ჩოჩელი და მისნაირები, თუ ისინი გავაძევეთ პოლიტიკიდან, შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ აღორძინდეს სოფელი, განვითარდეს ქალაქი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, შემოსავლები გაიზარდოს ბიუჯეტში, რომელიც სამართლიანად გადანაწილდება ჩვენს თანამოქალაქეებზე და ის სიმდიდრე, რომელიც მცხეთას გააჩნია, საქართველოს გააჩნია, სწორედ არის ის სიკეთე უნდა გადანაწილდეს ჩვენ მოქალაქეებზე და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებ ჩვენ ქვეყანაში ევროპულ სოციალ-დემოკრატიას დავამყარებთ. კონსტანტინე, ერთი წინადადება